რიგში ეს წინაზე როგორც თქვით გამოვიტანოთ ქართული, ეს მხედრული ასოებია, ხო, პრინციპში. ან თავიდან აქ ჩამონათვალში მოყვება მთავრულები და მერე იწყება აი აქედან ბოლომდე კარგი ბატონო. ხო პრინციპში ამ თულებს და რაღაცებს გზა და გზა აუხსნის პირველ რიგში ხარ რაც გვჭირდება. მე ვიწყებ ხოლმე მაგალითად ამ მანიდან გაკეთებას. და ეხლა ვთქვათ აქ შემოვიტანოთ ფოტო. ამისთვის ჩვენ შევდივართ glyph და შემდეგ add image. აქ მოვძებნით იმ ჩვენ folders, რომელიც იყო აქ ეს. ხო, და კიდე ჩვეულებრივ შემთხვევაში აი აქ დაჭერისას აი იმეებს არ აჩენს. აი გასაზრდელი წერტილები რო არის, ხო? აი Ctrl+T-რაც არის Photoshop-ში. მაგას ჩვეულებრივ შემთხვევაში არ აჩენს თუ ჩვენ აქ არ ჩაურთავთ აი ამას. ხო, მე ხა გამოურთავ და შევხედოთ. ხო, აი ხა დავაჭირე და ის გასაზრდელი ისენი აღარ აქვს. პრინციპში ეგ ჩართული მაქვს ხოლმე სულ. ანუ დიდად ნერვების მომშლელი არ არის და ამიტომ სულ ჩართული მაქვს. ეხლა ეს შეგვიძლია შევძლოთ ჩვენ Shift-ზე დაჭერით, ისე რომ პროპორციულად გაიზარდოს, გავზარდოთ. ну რაღაცა იმაზე დავსვათ. ხო, ეხლა კიდე რა გვინდა ჩვენ? გამოვიძახოთ ეს font info წინაზე რაც თქვი რომ ეს ავხსნათ, ხო? პრინციპში იქნება, მოიცა ეს რომელი შრიფტია შევხედოთ. ანუ რეალურად ეს დამისი უკეთესი ვერსია უნდა მქონდეს. აჰა, ხო. აი არა, მაინტერესებს ზუსტად ეგ ვერსია თუ მაქვს დიდი ხარისხით დასკანერებულ ფაილებში. არა, ხომ არ თვითონ იმის ბეჭდვის ხარისხი. არა, რამდენზე დაასკანერე? 600-ზე ხონდა ყველაზე მაქსიმუმი სკანერს. ხო, და ჩვენ გავაკეთეთ 4000. ეხლა სახელი აღარ მახსოვს და აკადემიური. მაგის ერეკლეს. არა მგონია. ვახტანგის არ არის, ვენური არ არის, ვიწრო არ არის, იტალიური. კვალი. არც არ არის. ის ფოტო იყო ვახტანგის, ხო? ხო, აი აქ რაღაც წავიკითხე, ხო, მე მგონი ეგ არის. მეტრო კაფე მოსკოვის. გახსნა სჭირდება დიდი დრო და მაგითო. კონი ეს. ეს კი მოგონი სხვა. ეს თვითი მოხსნა. ქუსად არის მართალია ქუსა. კი ეს არის. ხო, ეს არის და აქ მე მგონი ბევრად კარგი ხარისხია. ხა მე მგონი ამისი ამოჭრილი ვარიანტებიც უნდა მქონდეს. ესე იგი მოსკოვის სტამპის არის ეს. აი მოსკოვის სტამპი. აი ამოჭრილებიც.
ეს დავაკვირდით. ხო და ქართული არ დაარქვათ ხოლმე სახელი იმას ფოტოებს, იმიტომ რომ მე მაგას პრობლემა ექნება ხოლმე ზოგჯერ არ აჩენს. ეს წავშალოთ. ის ხო, იდეაში კიდე ესე გადმოთრევითაც ისმევა ფოტო. მაგრამ მე სხვა კომპიუტერზე აღარ ჩანს ხოლმე. ამიტომ ჩავსვათ ჩვეუბრალოდ აქედან glyphs და add image. და ეს ჩვენი ხო, ну ეს პირველად კარგი ხარისხი. ეხა შევიდეთ ისევ ამ font info-ში და ვნახოთ აქ რეები ხდება. ესე იგი ამ font info-ში გვაქვს რამდენიმე განყოფილება, როგორც ხედავთ. პირველი განყოფილება ეს არის პრინციპში ძირითადად სახელები, ანუ ესე იგი აქ ფონტი იწერება შრიფტის სახელი, თქვათ მოსკოვის სტამბის. აქ დაიწერება დიზაინერი, აქ დაიწერება დიზაინერის ვებსაიტი, აქ დაიწერება გამავრცელებელი კომპანია ან ადამიანი, ვინც ამ შრიფტებს გავრცელების უფლება აქვს. აქ დაიწერება ამ გამავრცელებლის საიტი, აქ დაიწერება რაღაცა 2016 რაღაცა copyright by ვიღაცა. აქ დაიწერება ვერსია. ამ ვერსია საჭირო იმაში ვთქვათ, თუ ვთქვათ ახლა გამოუშვით რაღაცა ვერსია, ვთქვათ 1-დან 0 და შემდეგ რაღაცა განვაახლეთ. და ეს იდეაში იმისთვის არის, რომ ვთქვათ მე ერთი რაღაცა შრიფტი თუ გვაქვს ჩაწერილი და მეორეს დავაყენებთ, იქ კონფლიქტი რო არ მოხდეს, რომ ორივე ერთი და იგივე ვერსია არის და იქ პრინციპში მაგზე იქ პრობლემა სერიოზულად არის, რომ ყველაფერზე აგდებს ხოლმე, ზოგჯერ შრიფტი საერთოდ დაყენებული არ მაქვს და მიწერს, რომ ეგეთი შრიფტი უკვე არისო. ანუ რაღაც პრობლემა აქვთ ხოლმე. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს მაგისთვის არის, რომ ახალ ვერსიაზე ეს აეწიოს რამოთ. ну აქ თარიღი და აქ ეს არის საინტერესო. ანუ აქ შეიძლება ჩაიწეროს სხვადასხვა info, რაც არის მაგალითად რაღაცა ტექსტები, შეიძლება description-ი იყოს, ლიცენზია, ლიცენზიის ლინკი და ეს რაღაცა პრინციპში ამას შეგიძლიათ გადახედოთ. და ამას კიდე ბოლოსკენ უკეთესად გავივლით ამ ნაწილს, ანუ ამ შემთხვევაში ეხა დიდად არ გვჭირდება. და გარდა ამისა, აქ არის ეს ზომა, ეს არის ჩვენი ბოქსის სიმაღლე. წინაზე რო ვთქვით, რომ 1000 არის ხო დაახლოებით სიმაღლეში არის აქ. ადრე, ანუ ძირითადად ორნაირი სტანდარტი იყო, ადრე იყო ასევე 2058-იანი სტანდარტი. და იყო შედარებით უფრო დიდი და მე ეს სტანდარტი შეცვალეს და ჩამოვიდა. მაგალითად, BPG შრიფტები ზოგიერთი არის ხოლმე ამ 2058-იანზე და მაგალითად ეხა რომელიმე BPG შრიფტი გავხსნათ აქ გადმოვაკოპირო, იქნება ორჯერ მაღალი. ხო, ყოველ შემთხვევაში ახალი სტანდარტი არის ეგ 1000-ზე და აქ პრინციპში ამას არ ვცვლით. კარგით. აქ ბოლოში აქ რაღაც ნოუთები შეგიძლიათ თქვენთვის ჩაწეროთ რაღაცები, პრინციპში ეს არაფერში არ გვჭირდება. ხო, ესეც არ გვჭირდება პრინციპში ჩვენ არაფერში. და მნიშვნელოვანი არის აი ეს სამი ველი და ნელ-ნელა გავივლით ამებს, ხო. პირველ რიგში ვნახოთ ეს, ანუ აქ არის, ანუ ეს კიდე შემდეგისთვის შევინახოთ, ან ეხლა გავიაროთ აი ეს ორი პრინციპში. ესეც პირველ რიგში ისე რომ ვნახოთ რა არის და მე კიდე კარგად გავივლით. ანუ ეს არ შემთხვევაში არის მასტერები. ხა რა არის მასტერები? მასტერები არის ერთგვარი ღერძი. ან თქვა თუ ამბობთ ჩვენ რომ ვაკეთებთ რაღაცა 8 განსხვავებულ სისქეს,
და აქედან ესე იგი ორს ჩვენ თვითონ ვხატავთ და დანარჩენი კეთდება ავტომატურად, ხო? აი ეს ჩვენ თვითონ რასაც ვხატავთ, ეს არის მასტერი. ამას ქვია მასტერი. და ის დანარჩენებიც ავტომატურად კეთდება, ის არის ინსტანსი. ეხლა რა ხდება? აი აქ ჩვენ რო დავიწყეთ ამ ესე იგი ასოები გამოვიტანეთ და რაღაცა ფოტო ჩავშვით რაღაცა ასე. შემდეგ აი აქ ავტომატურად გაჩნდა ერთი მასტერი. შესაბამისად აქ გაჩნდა ერთი ლეიერი. და ეს ახლა აქ წერია რომ ეს არის რეგულარი. რეალურად საუკეთესო შემთხვევაში კეთდება ხოლმე სამი მასტერი, ესე იგი ყველაზე თხელი, ყველაზე სქელი და შუაში. აი ხამ შემთხვევაში ჩვენ რახან გვაქვს ეს ისა რა ქვია, უკვე მოცემული რაც არის რეგულარი, ბუნებრივია ეს უნდა გავაკეთოთ, იმიტომ რომ ჩვენი საყრდენი ეს არის და ამის შემდეგ გავაკეთებთ ყველაზე სქელს და ყველაზე თხელს შემდეგ. და იმათში დანარჩენები გაკეთდება მე ავტომატურად. ამ შემთხვევაში ჩვენ ახლა გვაქვს რაღაცა რეგულარის სისქის დაახლოებით, ახლა თვალით რასაც უყურებთ და ჩვენ უბრალოდ აქ შეგვიძლია უთხრათ რომ ეს არის რეგულარი. ანუ ეს არის პრინციპში აი ეს პირველი. თუ ჩვენ გვექნება რაღაცა ისეთი შრიფტი, რომელიც რო შევხედავთ არის აშკარად light-ი, შეგვიძლია დავწეროთ აქ light-ი და მერე შეგვიძლია, ესე იგი, რეგულარი და bold-ი უკვე ამის შემდეგ ჩვენ თვითონ დამატებით გავაკეთოთ და დანარჩენი სისქეები ავტომატურად გაკეთდება. ეს ქვედა არის, ან პირველი არის სისქე. პირველი შეეხება სისქეს. და აქ არის რაღაც მოცემული 100 პუნქტი. ხო? ანუ მაგალითად მე თუ გავაკეთებთ ყველაზე სქელს, იმას ჩვენ თვითონ განვსაზღვრავთ. მაგალითად ვიტყვით რომ ეს იქნება 20. და იმ 20-დან 100-მდე რამდენიმე ბიჯს გავაკეთებთ. იმ ეხლა ხდება იმ ყველაზე თხელს ჩვენ თუ დავარქმევთ 10-ს, მე დანარჩენი სისქეების ის შეიცვლება. პრინციპში არ შეიცვლება. ანუ რეალურად პროპორციულად დაითვლის. ანუ აქ რეალურად ეწერება ეხლა 100 თუ 10 თუ 1000 ან რა ვიცი 500 არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ანუ ეს მე მჭირდება იმისთვის რომ მე გავიგო, ესე იგი, აი ყველაზე თხელსა და ყველაზე სქელს ან ყველაზე თხელსა და შუას შორის როგორ დაითვალოს, ესე იგი, რა პრინციპით სხვადასხვა სისქეები. ანუ ეს გამოსათვლელად მჭირდება ეს. უბრალოდ მონაცემია, მაგრამ არც პიქსელია. არა, არაფერი არ არის. ხო, და პრინციპში ხო, ანუ აქ წერია 100 და მე რო ვიღებთ ხოლმე ვიღებთ ესე რომ აი წინაზე რო აქ რო დავწერეთ, ხო, რამდენიც იყო ეს, თქვათ, ვერტიკალური შტრიხის სიგანე, ხო, თქვათ თუ არის რაღაცა 150. აი ხო, ეს მოდის გავაკეთოთ, მარჯვენა კლიკით შეგვიძლია იმას აქვთ, დავბლოკოთ რომ აღარ იმოძრაოს და ის ამ იმიჯი. და ესე აღარ მოინიშნება. ხო, რა შემოვდი. ესე იგი, ხო, ანუ შტრიხის სისქე რაც არის ხოლმე, თქვათ თუ არის 150 სიტყვაზე ეს, მე უწერ ხოლმე აქ 150-ს. და მე რაღაცა ყველაზე იმას რო გავაკეთებ თხელს, იმის შტრიხის სისქე თუ იქნება 20, იქ მას ჩაუწერ 20 და მე თვითონ შემიძლია ხო დანარჩენები გავიგო რამხელები იქნება. ანუ პრინციპში საუკეთესო ვარიანტია ალბათ. თვითონ აკეთებს მე აი მაგას გავიგოთ. არ პრინციპში ჩვენ უნდა მიუთითოთ ეგეც. აი მოდი უცებ ვნახოთ მაგის ის საიტი არის ერთი. მე მგონი წინადაც ვნახეთ ისე გავხსენი ეგ საიტი. აი ეს საიტი არის. აი მაგას შემიძლია ჩავწერო ყველაზე თხელი რა მაქვს, ყველაზე სქელი რა მაქვს. ან სიტყვაზე თუ 3 მაქვს, პრინციპში ეგ ვერსია აქ არ არის. ან თუ 3 მაქვს, მაშინ უნდა გავაკეთო ჯერ ყველაზე თხელი და შუა და მერე შუა და ყველაზე სქელი. და აი ეს პრინციპში დამითვლის, ასე იგი, თქვა აი ყველაზე თხელი და ყველაზე სქელამდე მინდა გავაკეთო რაღაცა 8 ბიჯი, დავაჭერ ამის დათვლას და დამითვლის აი სხვა, ესე იგი, ნაბიჯები რამდენი უნდა იყოს, თქვა თუ პირველი არის 20, მეორე იქნება 59, მესამე იქნება ეს, მეოთხე ეს, მესამე. და ამის გამოთვლის სამნაირი ხერხი არის. ნუ ამას მე კარგად გავიგეთ. ეგ ერთი არის პროპორციულად, რომელიც ითვლის, მეორე არის რაღაცა ამ ფორმულით გამოითვლის და მესამე არის ამ ფორმულით გამოითვლის. მოგეთ მაგებს მე გავიგეთ სისქეებზე რო გადავოთ, ამ ჯერ არ გჭირდება. მოგეთ ხო, ეს არის იგი სისქეები, როგორც თქვი, თუ ჩვენ პირველ რიგში ვიწყებთ რეგულარის ამოხაზვას, აქ იქნება რეგულარი და რაღაცა ჩვენ მე ჩაწერილი ციფრი. ეს მეორე არის უკვე სიგანე. ანუ თუ ჩვენ არა მარტო სისქეებს, ესე იგი შტრიხის სისქეებს შორის ვაკეთებთ განსხვავებას, არამედ თუ ვაკეთებთ, თქვათ რაღაცა კონდენსირებულს, მე შეულებრივს, მე გაშლილს და ასე შემდეგ, მაგებს ნიშნავთ აქ.
თუ მაგას არ ვაკეთებთ, აქ ჩვეულებრივად დავტოვებთ ამას და იქნება ყველგან ეს. ანუ სხვა მასტერებს რო დავამატებთ, იქაც ეს იქნება. ანუ ეს არ შეიცვლება არსად. და ანუ არაფერი არ მოხდება. და მესამე ეს აქ შეგვიძლია ჩვენ თვითონ გავაკეთოთ რაღაცა კიდე, რაც იქნება, ესე იგი ამ მოგცემს საშუალებას, რომ განსხვავება გავაკეთოთ. აი მაგალითად რა შეიძლება თქვათ, აი მის რო გავაკეთებთ, შიგნით კონდეს რაღაცა ხაზი და ეს ხაზი მერე იზრდებოდეს სისქის მიხედვით. ან შეგვიძლია ისე გავაკეთოთ, რომ პატარა სერიფები კონდეს და მერე იზრდებოდეს. ანუ როგორც მე მინდა რა, ანუ ეს არის ინტერპოლაცია რა, ესე იგი ყველაზე თხარ ყველაზე სქელი და იმათ შორის რაღაცებს ვაკეთებ. ანუ ეგრე შეიძლება უსაზღვრო რაღაც ფანტაზიას ამოდეს გვეყოფა, იქამდე რაღაცეები ჩამოვწეროთ. ან პრინციპში არ, პრინციპში ერთიველი გვაქვს აქ მარტო, ან მესამე შეგვიძლია დავამატოთ რაღაცა კიდე. რაც იქნება გამოთვლადი, როგორც შტრიხის სისქე და სიგანე. ანუ ეგეთი შეგვიძლია მესამე რამე მოვიფიქროთ, მაგალითად სერიფები. ან სხვა რამე კიდე. პრინციპში აქ ეს რეალურად არის, რომ აი შტრიხის სისქე რაღაც თქვით ის რაღაც რიცხვებში დავწეროთ. მაგრამ არ არის ეგ საჭირო პრინციპში დიდად. ავტომატურადაც იწერება მე გამოექსპორტებისას. ხო, აი ეს ველი არის მნიშვნელოვანი ხა ქვევით. ეს არის ესე იგი საზღვრები. აი როგორც თქვით, აქ მითითებული აქ ეხა რომ თქვათ იმისი რა ქვია, lowercase ასოების უკიდურესი ზედა სიმაღლე არის 800. აი ეხა მე ჩაუწერ 710 მეტი არ არის საჭირო და ეს არის თქვათ მთავრული ასოების სიმაღლე. რა ვიცი, აქ შეგვიძლია ჩავუჭეროთ 690 მაგალითად. ეს არის შუატანის სიმაღლე, რაც ჯერ არ ვიცით რამდენი იქნება, იმიტომ რომ ამას 710-ზე რო დავსვავთ, აქ რამდენიც მოუწევს, იმას ჩავუწერთ მე. ქვედატანიც ასევე არ ვიცით. იტალიკი არ არის ეს შრიფტი, ამიტომ აქ არაფერს არ უწერთ. ეხლა რა ხდება? ეს შეგვიძლია გავთიშოთ და ეს ჩვენი ისენი რა ქვია, ეხლა რაც გავაკეთეთ, ეს 0 და ეს 690 და 710, აქ გაკეთდა ზოლებად. ეხლა კიდე რა ვშვებით, ჩვენ შევდივართ ისევ აქ, ისევ მასტერში და ეს არის ზონები, რომელიც საჭიროა რისთვის, ეხლა გეტყვით. დავამატეთ აქ პლუსით 1 და ჩავწერეთ 0 და სიტყვაზე -12. და გამოვრთეთ და აი ესეთი ყავისფერი ზოლი გაკეთდა. ეხლა ეს რა არის? ეს არის რეალურად სივრცე, რომელიც გამკუთვნილი არის შემდეგ. მაგალითად თუ გვაქვს რაღაცა ფიგურა, რომელიც არის ისა რა ქვია, ოთხკუთხედი, დაჯდება აქ და ფიგურა, რომელიც არის მრგვალი. ხო, ფიგურა, რომელიც არის მრგვალი, ამ ყავისფერი ზოლის ქვედა მხრიდან დაჯდება. და ეს საბოლოოდ მოგცემს იმის ილუზიას, რომ ესენი არის ერთ ხაზი. ეს ზოლი არა მარტო იმისთვის არის საჭირო, რომ თქვათ ჩვენ თვალით ვნახოთ, რომ სად დავსვათ, ესე იგი მრგვალი ფიგურები და სად ოთხკუთხედები, არამედ იმისთვისაც არის საჭირო, რომ როდესაც ეს შრიფტი გამოექსპორტდება, მერე ესე იგი სისტემას ჰქონდეს ინფორმაცია იმაზე, რომ თქვათ აი აქ დასმულ წერტილსა და აქ დასმულ წერტილებს შორის არ უნდა გააკეთოს გაყოფა. ანუ რას ნიშნავს ეს? თქვათ თუ დაიწერება პატარა ზომის ტექსტები, ხო? იქ ესე იგი რაღაცა აი i100 და რაღაცა o100 არ უნდა დააშოროს ერთმანეთს, ანუ ერთ ხაზზე უნდა იყოს, ანუ ზოგჯერ ისე არის ხოლმე, რომ თუ ოდნავ ჩამოცდენილია, ეგ შეიძლება რომ რენდერირების დროს აღქმული იყოს, როგორც ერთი პიქსელით ქვევით. და შეიძლება o გააკეთოს ერთი პიქსელით ქვევით, იმიტომ რომ დაინახოს, რომ ოდნავ ქვევით არის. და ამ ზოლით ჩვენ ვეუბნებით, რომ აი აქ ამასა და ამას შორის რაც იქნება, არ გაყო. ან ორივე ერთი პიქსელით ქვევით გააკეთე, ან ორივე ერთი პიქსელით ზევით გააკეთე. რომ ასოებმა არ იხტუნოს ზევით ქვევით. ხო, ამიტომ ეს არის ძალიან საჭირო, რომ ყველაფერი გაუწეროთ აქ. ანუ ეს პრინციპში ახლა ჩვენ გაუწერეთ baseline-ის, ახლა შეგვიძლია გაუწეროთ ჩვენ უკიდურესი ზედახაზის, რაც იქნება, თქვათ,
710 და 12. ესე იგი 0-ზე იყო ჩამოცდენა ქვევით და ზედაზე არის ასვლა ზევით შესაბამისად. ანუ არა -12, არამედ 12. და გამოვთეთ. აი ხა პრინციპი შეგვიძლია ჩვენ ეს ფონტი არის ფონი გავხსნათ და ეს ზუსტად დავაჯინოთ იქ, სადაც ჩვენ გვინდა. ისე ავთიშოთ ეს. ესე. render lines ჩამოცდენებით სტანდარტია და უშუალოდ 12-10. არა, ხო, იდეაში დამოკიდებულია შრიფტზე. ანუ რა ხდება ეხლა მანდ, აი თუ მოდი ეს ნახოთ, ვისი? Google-ის? სად ჩემთვის იყო? Right. ესე იგი, რატო განახეთ ეს? ხო, ანუ პრინციპში შრიფტის მოხაზულობა თუ არის ისეთი, რომ აი ეს მომრგვალებული ადგილებიც კი არის კვადრატული ხასიათის, ჩამოცდენა იქნება ძალიან მცირე. მაგრამ თუ ეს არის პირიქით აი ესეთი ძალიან მომრგვალებული, ჩამოცდენა იქნება უფრო მეტი. ანუ მაგისი პრინციპი არის ეგ. კარგი. ანუ პრინციპში ჩვენ გავაკეთეთ ეს ესე იგი უკიდურესი ზედა და ქვედა, შეგვიძლია ასევე გავაკეთოთ აი ეს შუატანის ზედა სიმაღლე. ეხლა ის რო გავიგოთ სად არის, პრინციპში აქ დაწყაბებით ესე ვერაფერს ვერ გავიგებთ, უნდა გამოვიტანოთ რა ქვია მაგას guideline, ხო? ხო, guideline. ესე იგი ამ მარჯვენა კლიკზე დაჭერით, გამოდის guideline აქედან. სხვები რეები გვაქვს აქ თუ რამე ხო ამ add components პრინციპში გავივლით მე ეს ამასაც გავივლით ესენი იდეაში ჰინტებია პრინციპში ამასაც შეგვიძლია მე ვთქვათ ხო პრინციპში მეტი არაფერი და ეს guidelines რო გამოვიტანთ ძალიან მარტივი ის აქვს აი ამ წერტილს შეგვიძლია გადავაადგოთ ან სხვა იმითი ვერ გადავაადგილოთ ამ წერტილს შეგვიძლია გადავაადგილოთ და ამ წერტილზე ორჯერ დაკლიკებით შეგვიძლია გადავაქციოთ ესე ჰორიზონტალურ ვერტიკალს. კი, ეგეც შეგვიძლია აი მას მე რაც აქ დავაჭერთ. აი აქ 5 გრადუსი დავუშვათ. კი, აი ესე შეგვიძლია. კი ბატონო და ეს გვინდოდა იმისთვის რომ სადღაც აი აქ დავაყენოთ. და პრინციპში აი რო დავაჭერთ, აი აქ დაეწერება, ხო? რამდენი დაეწერა? 310 და აქ შესაბამისად ეხლა ჩავსვათ ჩვენ 310 და 12. ხო, ანუ ეს ძირითადად არის, რა ვიცი, აი 8-დან არა, 12-ზე მეც არა, 8-დან 15-მდე შეიძლება იყოს რა. ეს გავთიშეთ და ეს მეორე ისიც გაკეთდა და შესაბამისად ეს აღარ გვჭირდება. ეხლა პრინციპში შეგვიძლია დავიწყოთ აგება. არა. ეგ ჯერ არ გვჭირდება, მე აი ჩავუწერთ იმეებს, რა ქვია. დაშორებას მარჯვნიდან, დაშორებას მარცხნიდან. ან თავიდან რო გამოდის ეს ასოსველი სტანდარტულად არის 600 სიგანე, 600 პოინტი სიგანეში, ესე იგი აქედან აქამდე. და მე ამას ან გავზდით ესე, ან დავაპატარავთ. კარგი. ხო, პრინციპში ამის ასაგებად ჩვენ ვიყენებთ pen tools, უბრალოდ ჩვენ ახლა ამოვხაზავთ ძირითად ფიგურებს, რაც არის თქვა წრე, რაც არის ვერტიკალური ხაზი და ასე შემდეგ და მერე ყველა ასოს ცალ-ცალკე აღარ ამოვხაზავთ, იმიტომ რომ გამოვა ყველა სხვადასხვანაირი.
პრინციპში ჩვენ ფენთულით შეგვიძლია ამ შემთხვევაში არ გამოვიყენოთ, შეგვიძლია ეს მრგვალი გამოვიყენოთ. ხო, ანუ არ არის საჭირო რომ ზუსტი მრგვალი იყოს. ანუ პირიქით ესე იგი მოგრძო ფორმები, როგორც თქვი, უკეთესად აღიქმება თვალისთვის. და აი ეს პლაგინი, როგორც თქვი, გვეხმარება იმაში, რომ ეს წერტილები ისე იყოს განლაგებული, რომ არ დაირღვეს ჩვენი წრის ფორმა. და ანუ ხო თქვათ ამას თუ წევთ აქედან რაღაცა მითი რა ქვია დაშორებით იქითაც ჯობია რომ ხო ის დავიცვათ. თქვათ ესე. პრინციპში შემიძლია რომ ეს ჩავთო. ეს შემიძლია მე დავაკოპირო. და აი ეს შუაში დავაყენოთ და ამითი დავაპატარაო. ოდნავ შემიძლია სართო. და როგორც თქვი, ესე იგი ვერტიკალური ხაზები უნდა იყოს უფრო თხელი, ამიტომ ჩვენ შეგვიძლია ეს ჩამოვწიოთ 10-ით. და ეს ხო, ეხლა რა ხდება კიდე? ამას დავაბრუნებ. თქვა თუ ჩვენ მარტო ამ წერტილს ავწევთ, ой, საჩას. ხო, აი ეგეც კაი რაღაცა. კაი, მოდი ჯერ ამას ვიტყვი. ესე იგი თუ ჩვენ მარტო ამ წერტილს ავწევთ, აი მისი ფიგურა ხდება თითქოს დანგრეული, აი კვერცხისებური ხდება. ამიტომ შეგვიძლია რომ ჩვენ აი ეს და ეს წერტილიც მოვნიშნოთ და ეს თლიანად აიწევს ერთიანად. და აქაც შეგვიძლია იგივე გავაკეთოთ. ხო, shift-ზე დაჭერით 10-ით ვაადგილებთ ამ ჩვენ ფიგურას. Shift-ის გარშე 1-ია, ხო? Shift-ის გარშე 1-ია. და კონტროლით არის 100. ხო, ეხლა რა ხდება თუ დავაკვირთ, ანუ რეალურად აქ მაქვს ორი ფიგურა, 1 და 2. ხო, ფერებშიც ეს განსხვავებას აკეთებს ხოლმე გლიფს თვითონ რა, ანუ პირველი ფიგურა არის მწვანე, მეორე არის რაღაცა მოლურჯო, მესამეს რო გავაკეთებთ კიდე ის იქნება რაღაც მოიასამისფრო და ასე შემდეგ. მაგრამ ეხლა როგორც ნახეთ, ეს არის რა ქვია, ეს აღიქვა როგორც ორი ფიგურა ერთმანეთს დადებული და ესე იგი ამითი ის არ ამოჭრა. რეალურად ახლა მე შემიძლია აქ დავდგე და უბრალოდ ამითი ამოვჭრა, პრობლემა გამოვა, მაგრამ კიდე არის მეორე ვარიანტიც, რომ მიმართულება შეუცვალოთ ამებას. ეხლა რა ხდება? აი თუ დავაკვირდებით, ყველა ფიგურას აწერია ერთი წერტილი, რომელიც არის პირველი და ამასთანავე ბოლო წერტილი. მაგალითად ეს, ხო, აქედან იწყება, მიდის და აქ თავდება. ესე იგი ეს არის საწყის წერტილი. და ამ საწყის წერტილს, გარდა იმისა, რომ მონიშნული არის, რომ ეს არის 1, ანუ პირველი ფიგურის საწყის წერტილი, ამას აწერია 2, ეს არის მეორე ფიგურის საწყის წერტილი, აქვს მიმართულება. ანუ აქეთ მიდის სამკუთხედი. ეხლა მე ამას მარჯვენას თუ დავაჭერ, ანუ პრინციპში ჯერ მარცხენას დავაჭერ და მერე მარჯვენას, აქ კონტურის მიმართულების შეცვლა არის. და ჩვეულებრივად ის გამოჩნდება ამოჭრილად. მაგრამ პრაქტიკულად ეს არის რეალურად ხო ან ილუსტრატორში რო ამოჭრათ, ხო, ის ფიგურად არ რჩება, ხო? რეალურად ეს აქ არის ფიგურა, აი შემიძლია დავაკლიკო და გამოვიტანო. ან ჩვეულებრივი ფიგურაა. ილუსტრატორში თუ ამოჭერი, всё, ამოჭერი და ამოჭერი. მორჩა. და ხო, მე შემიძლია ეს ცალკე გადავაადგილო. ანუ ილუსტრატორშიც პრინციპში მაგას ვერ ვისაუბრებ. ან შემიძლია გადავატრიალო. და ასე შემდეგ. კარგი. ხო, თქვათ ეს გავაკეთეთ. ამის შემდეგ შემიძლია მე ეს მთლიანად დავაკოპირო. ავიტანო ხსებით. ხო და დავაკვირდით კიდე ამას, რომ ანუ ეს რომ ვაადგილებთ ამ ფიგურას.
ზოგჯერ რთულია ხოლმე გავიგოთ, აი ზუსტად აი ეს ამ ჩვენი ყავისფერი მის ველის უკიდურესი ზედა და უკიდურესი ქვედა წერტილები სად არის. და დააკვირდით ახლა აი რო ვაადგილებთ იმ მომენტში, როდესაც ეს დაჯდება ამ ხაზზე, აი ამ წერტილის ფერი შეიცვლება. აი ქვედადანაც ასევე. აუბრალოდ დააკვირდით, ანუ ფერი აქ შეცვლილი არის, მაგრამ აი უკიდურეს ხაზზე თუ დავსვავთ, ფორმა იცვლება. მე ზევით არ ხო, ზევოთ კონტურს იღებს. კი ბატონო. პრინციპში აქ ჩვენ შეგვიძლია ესე გავაკეთოთ და აი ხედავთ, რომ ესე იგი ეს ზედა ნაწილი უფრო განმოცდენილი არის. ეს რეალურად არის პრინციპში ძველი სტილის შრიფტებში იყო ხოლმე ესე, რომ აი ეს ზედა ნაწილი უფრო გადმოდიოდა. მაგრამ პრინციპში თანამედროვე შრიფტებში პირიქით არის ხოლმე, რომ ესე იგი ქვევით რაც არის ის უფრო დიდი არის და ზევით რაც არის უფრო პატარავდება ხოლმე. ანუ ზოგჯერ შტრიხის სისქეც კი აი თქვათ აქ თუ არის რამდენი არის 60, აქ არის ხოლმე რაღაცა 2-ით ნაკლები ან 3-ით. მაგრამ ამ შემთხვევაში ხო და ცოტა შიგნით შეწეული არის ხოლმე. ამ შემთხვევაში პირიქით გარეთ გამოწეული არის ეს რაღაც სტილის ის არის შეგვიძლია ჩვენც იგივე გავაკეთოთ. რაღაცა გავუსვით 1-ით და ეს თლიანათაც გამოვწიოთ 1-ით. ესეთი გამოსახულება მივიღეთ. პრინციპში ეს 1 ხო, ამის თქმა გონი დამავიწყდა. აი თქვა რაღაც წერტილს თუ მოვნიშნავთ და Alt-ზე თუ დავაჭერთ. აბა თუ არ დავაჭერთ, აი Shift-ზე დავაჭერთ, რომ 10-ით გადაადგილდეს, ხო? ანუ ადგილდება თავისი დამხმარე წერტილებიანად. და Alt-ზე თუ დავაჭერთ, ესე იცვლის. ეხლა ეს ისთვის არის კარგი. ეს პრინციპში გვჭირდება იმისთვის, რომ გამოსახულების ფორმა ნაკლებად შეიცვალოს. აი ხა ასე იცვლება მთელი ფორმა. და აი ასე არა. ანუ რაღაც დონეზე იცვლება, მაგრამ იმდენად არა. ხო, ეხლა რა გვინდა პრინციპში ეს შეგვიძლია ოდნავ შემოვწიოთ 1 2 3 4. კარგით და პრინციპში ეს ჩვენ ახლა შეგვიძლია აი ესე გავჭრათ. აი აქედან და აქ უბრალოდ დავამატოთ ვერტიკალური ხაზი. შევაერთოთ და ნუ აქ მაშინ როგორც ვამბობდით, ხედავთ რომ წარმოიქმნა აქ ჩვენი ეს. აი ამით. და ამისათვის ჩვენ მოვნიშნავთ ამას. ხო, აი ხა აქ დააკვირდით. აი ეს პირდაპირ ჩამოვწიო, ესე იწევა. ეხლა Alt-ს დავაჭერ და ისე ჩამოვწერ. ხედავთ? ან პრინციპში ამისთვის არის. ხო? ხო, უბრალოდ აი ხა ხედავთ რომ აქ წარმოიქმნა რაღაცა კუზივით, მაინც. ამისთვის ჩვენ შეგვიძლია აი ეს წერტილი გადმოვწიოთ აქეთ. ან ეხლა არ ვიცი რა გამოვა, Alt-ზე დავდგეთ და ესე, ხო. ეგეც შეიძლება. ნუ მე რა თქმა უნდა შეიძლება ეს კიდე ცოტა მოვარბილოთ. ოპს. და აქ შეგვიძლია რომ ეს მომრგვალება გავუკეთოთ პრინციპში. ხო. ეხლა დააკვირდით, ანუ რეალურად აქ ამ წერტილიდან აქეთ გვაქვს ეს ჩვენი დამხმარე წერტილი, მაგრამ აქეთ არაფერი არ გვაქვს. ანუ ეს არის სწორი მხარე. აქ შეგვიძლია ჩვენ Alt-ს დავაჭიროთ და დავაკლიკოთ და გაჩნდება ეს წერტილები. ეს შეგვიძლია მე გამოვწიოთ ესე, ეს შეგვიძლია გამოვწიოთ ესე.
ის ეფექტი არის რეალურად, კი, ეფექტი არსებობს, მაგრამ გინდა მაგითი ვნახოთ, ანუ მოვნიშნავთ და ფილტრში არის აი ეს. და აქ რაღაცა ისეთ რიცხვამდე მივალთ, რომელიც დაანგვალებს. ხო, ის, ამიტომ არ გვინდა ეგ. ანუ შეიძლება აქ 10-ზე დავაჭერ, ამას გამოუწევ, ამას აქეთ გამოუწევ. უბრალოდ ერთ იმაზე დავსვავ, აი ესენი და შეგვიძლია ერთდროულად პრინციპში ეს ეხლა რახან პარალელურად შეგვიძლია ორჯერ დავაკლიკოთ და გვალწერტილად ვაქციოთ და ამის მერე ესენი ერთად იმოძრავებენ ყოველთვის. ხო, პრინციპში ეს არის ჩვენი ემი. თუმანი. რო ეს რაღაცა ის არ იყოს ოთხკუთხედი. და კარგი იქნება ხოლმე რომ თქვათ, ესე იგი რომ გავაკეთებთ, მაშინვე ჩაუწეროთ აქ მარჯვნიდან და მარცხნიდან, რომ მე რაღაცა, იმიტომ რომ გატესტვისას რაღაცა სხვას რო დაუწერთ გვერდით, უკვე შევხედოთ როგორ გამოიყურება, უკეთეს შეიძლება იყოს ხოლმე. მაგალითად ეხლა ჩაუწეროთ რაღაც, რა ვიცი. 40 და აქედან 55. 60. მე შეგვიძლია გვერდ დავწეროთ. ანუ რეალურად ველებს ვიტყვით. ზუსტად კი არა, ჰინტინგის ვარიანტში რა არის. მას ფეისინგის ველს ვიტოვებთ დაახლოებით. ანუ შეიპს. ანუ ზუსტად კი არ ვსვამთ იმას ზონას. არა, რა თქმა უნდა. ხო, არა, რა თქმა უნდა. კიდე რაღაცა მინდა. ხო, კიდე იმის თქმა დამოიწყო, რომ კარგ შემთხვევაში აქ შეიძლება გავუკეთოთ ორი წერტილი, იმიტომ რომ ეს კუთხე რომელიც არის, ხო, 45-ზე ნაკლები. აქ შეგვიძლია დავსვათ. ეს დამხმარე წერტილები აქ არ გვჭირდება, რეალურად. შეგვიძლია მოვაშოროთ და რაღაცა ორი დაშორებით შეგვიძლია გავაკეთოთ. პრინციპში ჩვენ ეხლა ისე გავაკეთეთ, რომ ეს არის 60 და ესეც 60. ჩვენ შეგვიძლია, ანუ რეალურად ხომ გვალი რაც არის ის უფრო დიდი სქელი უნდა იყოს, ანუ შეგვიძლია ჩვენ ეს დავათხელოთ, თქვათ 1 2 3 და აქ ჩაუწეროთ, რომ ესე იგი ეს არის 60. ერთიც გავაკეთოთ. აქ შეგვიძლია ჩაუწეროთ, ესე იგი რამდენი იყო ეს 56 ეს არის. რამდენია 54-იც ეს არის. ეს. პრინციპში ეს. ავასეივოთ. კარგი. და ხო, როგორც თუ ეს აქ არის ამ ჩვენ რეგულარში. და აქ შეგვიძლია დავაკოპიროთ და ამაზე კიდე რაღაცა სხვა ვარიანტი გავაკეთოთ სიტყვას. კი ბატონო. ხო, როცა ამას გავახდიროთ, მაშინ გამოჩნდება ეგ ლეიერი. ეხლა კიდე რა არის მნიშვნელოვანი? ხო, აი თქვა დავდექით რომელიღაც ასოზე, თქვათ ნოზე. და რეალურად მე აქ შემიძლია ის ჯობოთ გადმოვაკოპირო.
მე გადმოვატრიალო და ასე შემდეგ რაღაცა მოკლედ იმის ნაწილებისგან გავაკეთო ეს ასო. გარდა ამისა, კიდევ ესეთი საინტერესო ფუნქცია არის, რომელიც არის კომპონენტის დამატება. აქედან შეგვიძლია ავირჩიოთ ეს ჩვენი man. ჩავსვათ და ეს არის, ესე იგი, ვერ დავაედიტებთ ამას. ანუ ეს არის პრაქტიკულად shortcut იმისი. ანუ აქ თუ მე რაღაცას შევცვლი, იქ შეიცვლება. ეს ქართულ ასოებში პრინციპში ნაკლებად შეიძლება რომ გამოგვადგეს. მაგალითად არის ხოლმე hn და მოდი აქ ეს გავაკეთოთ. ხო, კიდევ ერთი საინტერესო შემთხვევა არის აქ. როდესაც ეს მოხვევის შემთხვევა არის. ანუ რეალურად ჩვენ თუ გვაქვს მრგვალი, აი აქ, ესენი დგანან ერთ ხაზზე. მაგრამ აი ესეთ შემთხვევაში კარგი არის ხოლმე, როდესაც გარეთა წერტილი არის ოდნავ უფრო მაღლა ასული. და ამ შემთხვევაში ეს მომრგვალება არის ხოლმე უფრო ჰარმონიული. მაგალითად შის თავს როცა გავაკეთებ. ოზე, ქართულზე, იზეთში. და აი ეს არის ხოლმე გადმოსული აქეთ, ესე იგი ამას არ უსწორდება. ხო, და მაგალითად ამ h-ის შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია დავამატოთ ეს კომპონენტი n. და აქ უბრალოდ, ну, ეს არის ძალიან ისე რა, ოღონდ არაკეთებენ პრინციპში ესე, თუმცა რაღაცაში შეიძლება გამოგვადგეს ეს ფუნქცია. და ამიტომ აი მაგალითად ქართული ასოები არის რამდენიმე, რომელიც არის უბრალოდ გადმოყირავებული, გაჩვენებთ. მაგალითად აი ეს, მაგალითად ეს. რეალურად ჩვენ თუ გავაკეთებთ ამ g-ს, შეგვიძლია აქ ჩავსვათ პირდაპირ ამ add კომპონენტით და მე როდესაც ჩვენ იმ g-ს თუ შევცვლით, ამის შეცვლა აღარ მოგვიწევს. იმიტომ იქ რო ვცვლით, აქაც იცვლება ავტომატურად. ანუ ამ შემთხვევაში შეგვიძლია გამოვიყენოთ. Ну, რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელი არის გამოყენება. კიდე ერთი საინტერესო ფუნქცია აქვს, ასევე რახან ამის ასონიშნების აგებაზე საუბრობთ. მოდი გლიფსის იმაზე ვნახავ ზუსტად აღარ მახსოვს. smart object-ი ქვია მე მგონი.
სად არის ფანჯარა? კი, აი ეს არის და მოდი ამას გავყვეთ ახლა. ვიდეოც ხო არის ხო ამის ერთი. რამდენიმე ვიდეო დევს იმისი ამ კლიპსის Vimeo-ზე დევს. მეგონი ასე უნდა მოძებნოს. მოდი ესეც დავლინკოთ ბარემ. აი ესენი არის. ბარემ იმაში დავდებ Classroom-ში. ეს რატო აჯგუფებს ამ მემებს, არ ვიცი. ხო, ეს პრინციპში მოდი უცებ ესეც ვნახოთ, ეს არის აი გლიფსი, თავიდან ხო იყო ერთი, გლიფს ერთი, მე გამოვიდა ორი და ეხლა არის 2 და 3. მაგრამ ნუ ძირთადად ის არის რაც იყო 2-ში და მოდი ეს ვნახოთ უცებ რა ახალი ცვლილებები შევიდა. ესე იგი, როცა გამოვიდა ეს 2. Welcome to Glyphs 2.0. Here's a quick rundown on what's new. You will notice the reworked user interface and many nice additions, such as option dragging to duplicate objects. ხო, ეს აი ზუსტად იმ ხაზზე რო დავაჭერთ, აი ის რაც არის ლურჯად მონიშნული ახლა. იქ რო დავაჭერთ, შეგვიძლია წავიღოთ და მთელი ობიექტი წავა. და იმით Alt-ით Alt-ით კოპირდება. ამას მე ვნახავთ. TTF AutoInt is built right in. Access its settings in a custom parameter. ამასაც მე ვნახავთ. Also available as a custom parameter, this is essential for web fonts, which you can now export directly from the app, and you can test them right away in your favorite browser. Glyphs 2 also supports all major color font formats. ამას არ ვნახავთ, არ გვჭირდება. There's a new multi-layer select tool. The new default for diacritic compositions are now combining non-spacing marks. You will now find the marks you need in the respective language category in the sidebar. Also, you can now see the whole group while you're kerning. Display all interpolated instances of a glyph in the preview. ხო, ეს quote მე ამ სისქებზე რო გადავალთ, მე ვნახავთ. Insert an intermediate master for an individual glyph with a brace layer. Define its design space coordinates in the layer name and watch what happens in the preview while you're editing the brace layer. This gives you much better stem control in dense glyphs, such as the lowercase e or s. Speaking of interpolation, there's a new master compatibility view, and anchors are now part of the compatibility. But one of the coolest new features are smart components. Yes, are smart components. Create a smart glyph that starts with _part. Which creates a non-exporting glyph. Then you add additional compatible layers. Give them sensible names. On the layers, you create variations of the part, for instance by nudging the nodes into new positions. When you're satisfied, you bring up the context menu to access the smart glyph settings. Add properties that correspond to your variations, give them sensible names and values, and apply those properties to your smart layers. And now you can interpolate your smart component right in place. The smart component settings give you sliders for all properties you have set up. Smart glyphs allow the parametric editing
of many complex non-Latin scripts like CGK or the Tibetan you see here. Speaking of which, Glyphs 2.0 can auto-build most open-door features for many index scripts such as Devanagari, including the pre-base feature with its complex mantra substitutions. All you have to do is add a range of length variants, and Glyphs calculates the rest. And managing your plugins has become a lot easier. Keep an eye on the website in the coming weeks and watch out for new and updated tutorials. სხვები ვნახოთ კიდე რა შევა საინტერესო იყოს, კერნინგი, ეს არაბული, translation. ხო, მეტი ისეთი არ ფერმის. მოდი გავაკეთოთ, რომ რეალურად ის ეხსნის, რომ თითქოს მარტივია, მაგრამ არც ისე მარტივია, იქ რა ქვია მაგას smart or anchors are now smart components, are now part of the compatibility. But one of the coolest new features are smart components. First, you create a smart glyph that starts with _part. ხო, ან პირველ რიგში უნდა შევქმნათ, ესე იგი, ახალი უჯრა. თქვათ ჩვენი რაღაც მონიშნულიდან. ეს ყველაფერი უნდა მოვნიშნოთ. და ამ ჩვენ უჯრას, რომელიც შეიქმნება, რა სახელი ერქვას და ის ამ შემდგომი უნდა დაიწყოსო part სიტყვიდან. part და მე რაღაცა რაც ჩვენ გვინდა, მაგალითად, ესე იგი, part წერტილი და რაღაცა 1. მაგალითად. და სადა ვართ, რომელია? ეს არის. ხო, აი აქ ჩაჯდა და გავუკეთდა ეს აღნიშნვა, რომელიც არის, რომ თქვათ გამოექსპორტებისას ეს არ გამოექსპორტდება და შესაბამისად არ დაამძიმებს ამ ჩვენ font file-ს. მაგრამ თუ კიდე რამე ისეთი სიმბოლო არის, რომელიც გვინდა რომ არ გამოექსპორტდეს, შეგვიძლია დავაჭიროთ მარჯვენა და აქ უნდა გქონდეს, მე მგონი, ეგ. აქ არ აქვს. პრინციპში აქ, კი, აქ. აი, ექსპორტი არ ჩართული. როცა გამოურთავთ ამას, აი, ჩახდება და ის გაუჩნდება. ეს. კარგი. ხო, ანუ ეს არის ჩვენ რაც გავაკეთეთ, მე მგონი. Which creates a non-exporting glyph. Then you add a dipword part that's our smart components. First, you create a smart glyph that starts with _part, which creates a non. ესე იგი, ჩვენ შეგვიძლია რომ ეს გავხსნათ. ხო, ეს წინაზე აღარ მახსოვს თუ არა. რეალურად ჩვენ შეგვიძლია შეერთებული რაც არის ეს მოვნიშნოთ და მარჯვენათი მივცეთ reconnect-ი და გააკეთებს ესე, და რეალურად აქ იქნება ესე იგი ორი ფიგურა. პრინციპში ეს გამოსადეგი ის არის, რა ქვია, თული. გარდა ამისა, კიდე ერთი საინტერესო თული არის. აქ პრინციპში ვთქვათ, გავაკეთოთ რაღაცაცე. რაღაცა ვითომ ეს არიცე. და აქ ვეტყვით, რომ აი ეს ამ კუთხესთვის ეს კუთხე გაიხსნას და ხდება ესეთი რაღაცა. ეხლა ეს რატო გჭირდება? რეალურად ეს არის ფიზიკაში როგორც არის რაღაც ბრეკეტის ფუნქცია. ბრეკეტი არის ბერკეტის ფუნქცია, რომ უფრო კარგად ვაკონტროლოთ ეს ჩვენი დაბოლოება.
ხო, რეალურად ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, აი ეს დავტოვოთ ესე და მაგალითად აი ეს შევწიოთ. ამ პირიქით ესენი დავტოვოთ ესე და ეს ავიღოთ და აი ეს ვთქვათ ესე ვამოძრავთ. კარგი. საშუალო ერთი ფონდის შექმნა რამდენი ხანი გუნდება? შავიციო. ნორმალურ ტემპში მუშაობს. შავი 2-3 კვირა მინიმუმ უნდა რა. ანუ რაღაცა აი თქვა 133 ქართული 100 რო გააკეთო და არა ვთქვათ რაღაცა თლიანი კომპლექტი. ან თლიანი კურსი როცა იცი ხო? კარგი, ესე იგი ჩვენ შეგვიძლია მოვნიშნოთ ეს ფიგურა და გავაკეთოთ ეს ჩვენი part წერტილი 1 რომელიც გამოვა აქ exporting glyph. Then you add additional compatible layers. იქ მე მგონი რას დავაქვთ მნიშვნელობა არ აქვს. თუ არ ვცდები. და აქ მოკლედ იმას ვიზამთ, რა ქვია, დავაკოპირებთ. აი, აქ მოვნიშნოთ და დავაკოპირებთ და აქ გავაკეთებთ მეორე ვარიანტს, რომელიც იქნება, ვთქვათ, save-ით აწეული. და აი ხედავთ როგორ იცვლება. მაგალითად smart parts-ის ნაწილია, ხო? კი, ანუ ეს არის ის რაც გავაკეთებთ ჩვენ აი ეს რაღაც part double-ოებით რაც დავარქვით, ეს არის ჩვენებული n უჯრა, ეს არის ის part-ის უჯრა. Layers, you create variations of the part, for instance by nudging the nodes into new positions. When you're satisfied, you bring up the context menu to access the smart glyph settings. და მაშინ მენიუში გვაქვს smart glyph setting, ან სულ ბოლო პუნქტი. სადაც შეგვიძლია აქ დავამატოთ. მე მგონი ეს სახელი უნდა დაემთხვეს იმას, ზუსტად არ მახსოვს. Add properties that correspond to your variations, კი give ბატონო. sensible names and values, and apply those properties to your smart layers. And now you can ესე იგი გადმოვიდეთ აქ. პრინციპში ეს დავაკენსელოთ. ამას დავარქვათ რაღაცა 2. და ანუ რეალურად ხა ჩვენ გავქენით. ანუ ეს n არ ჩვევოთ n, ეს მეორე უჯრა რაც გავაკეთეთ, რასაც დავარქვით რაღაცა ქვედატირე part, იქ რეალურად არის ესეც და ესეც. უბრალოდ სხვადასხვა layer-ზე არის დასმული. ეხლა ჩვენ ესე იგი ვაჭერთ აქ, მერე სულ ქვევით. გამოგვაქვს ეს და აქ ამასაც ვარქმევთ 2-ის. გადმოვდივართ layer-ებში. აქ ამ 2-ის ავირჩევთ, აქ დავაჭერთ და ვეტყვით რაღაცა -100. მაიცა, ხო ეგრე შვი. interpolate your smart component right in place. კი ბატონო. Okay. Smart component settings. და setting-ებიც იქვე გვაქვს, ანუ ამ ღილაკზე. ესე იგი n-ზე უნდა გადავიდეთ ახლა პრინციპში ჩვენ. For sliders, for all properties you have set up, smart glyphs allow the parametric editing of many part layers. And now you can interpolate. ერთზე უნდა გააგასაგები. მე მგონი ეგრეა.
Apply those properties to your smart label. კი ბატონო. დავუბრუნდეთ ამ ჩვენს setting-ებს, აქ დამოვიწყდა ამის მონიშნა პრინციპში. ანუ ეს არის რეგულარი, აქ ორი ლეიერი გავაკეთეთ, თქო რა ვთქვი, ერთზე უნდა მოვნიშნოთ, რომ იყოს თქვათ 100 პუნქტი და მეორეზე იყოს -100 და მერე უკვე გვექნება შესაძლებლობა, რომ წერტილების რაოდენობაც უნდა იყოს იგივე და ადგილებიც იგივე. ხო, მნიშვნელოვანია რომ თქვათ ეს თუ არის პირველი წერტილი აქ, აქაც იყოს პირველი წერტილი ეგ. მაგრამ ის ველი რატომღაც არ გამოაქვს. Smart glyph settings. Add properties that correspond to your variations, give them sensible names and values, and apply those properties to your smart layers. And now you can interpolate your smart component right in place. The smart component settings give you sliders. ანუ განვიხილოთ ამ ფუნქციას, რომელიც არის smart კომპონენტი და რომელთაც უნდა შეიცვალოს, ესე იგი აქედან აქეთ სლაიდერით უნდა გაკეთდეს ეგ ცვლილება. კაი, მოდი მაგას მერე გადავხედოთ თუ გინდა. იმიტომ რა ვიცი რატო არ გამოდის ახლა, არ ვიცი. პრინციპში ეს რეგულარზე არის და ამას რეგულარი ქვია. კი ბატონო, ახაც ეს სწორი არის. ამას 2 ქვია, იმასაც 2 ქვია. აქ 100. კაი, მოდი მაშინ ესე. კაი, მაგას გადავხედავ მე სახში კიდე და შემდეგზე გავიარავთ. ეგ, მაგრამ პრინციპში რამეში ვიყენებთ მაგას თქო რო გითხრათ, მოგვატყუებთ, ანუ არ ვიყენებ რეალურად მაგას. ანუ შეიძლება ხა იქ ინდურ იმაში თუ იმაში გამოიყენება, იმიტომ რომ ის ასოები რაც არის სხვადასხვა რაღაც თქვა აი ეს ჩამოწეული სხვა არის და აწეული სხვა არის და აკეთებენ ერთს და მე სხვადასხვა დონეზე აწევენ და ჩამოწევენ და იღებენ სხვადასხვა ასოს, მაგრამ პრინციპში ქართულში ეგ ეჭვმეპარება რომ რამეში გამოვიყენოთ საერთოდ. ეხლა რაც შეეხება თქვა ერთი ასოს ელემენტებისგან სხვა ასოების გამოყვანა, სადაც წეღან ვილაპარაკეთ ჩვენ. ეხლა თქვა როგორ შეიძლება რომ გავაკეთოთ ეს, აი თქვა მოდი რომელი ასო ავიღოთ აქედან თქვათ n და e შეგვიძლია დავწეროთ და შევხედოთ როგორ შეიძლება რომ გამოვიდეს ეს ასოები. ამისთვის ჩვენ პრინციპში შეგვიძლია რომ ის ფოტოები ვნახოთ, რომელიც იყო კარგი ხარისხის, თუ ვეცდები აქ. და იყო ეს თორსტები მოსკოვის სტამბისა რა. მოსკოვი, აი. არა, ის სხვაგან იყო. ის იყო აქ. გეოლოგი და იყო მოსკოვის სტამბა და თქვა ავიღოთ ახლა n და e აი თქვა ეს დავაკოპიროთ აქ ჩავსვათ სახელები შევუცვალოთ იმიტომ რომ ქართული სახელი არ გვაწყობს რა კარგი და ვთქვათ აქ ავიღოთ და ჩავსვათ ჩვენი ეს ასო ნიშანი რომელი იყო n ამ შემთხვევაში მოგებოდა და ასევე შეგვიძლია ეს და აქ ჩავსვათ უკვე ეს რა
ქართულად ქვია გონი, თუ რატო არ ჭდება? ой. ჭდება, მაგრამ პატარა. კიდე სხვაებიც ხო არ არის, ხა. კი ბატონო, ხო. ამითი გავიგებთ ახლა თქვათ ქვევით რამ ხელაზე უნდა ჩამოვიდეთ, იმიტომ თქვათ აი ამ n-ს გავასწორებთ ისე როგორც უნდა იყოს კარგი. ხო, ამიტომ პრინციპში ეგ გვეხმარება თუ არის რამდენიმე ასო ერთად ამოჭრილი და არა ცალ-ცალკე, ანუ ეგ შეიძლება იყოს დამხმარე ამ შემთხვევაში. კარგი, ეს დავბლოკეთ. და აქ შეგვიძლია შევხედოთ ახლა ეს სადამდე არის ჩამოსული, ისევ გამოვიტანთ ამ guidelines როგორც ამოვიდეთ და ნახავთ რომ ეს არის სადღაც -400. მოდი ესე ვთქვათ. ისევ აქ შევალთ ამ ჩვენ პარამეტრების ველში, ანუ font info-ში, აქ დავამატებთ ახალ ველს, ახალი არის ეს ახლა და აქ შეგვიძლია დავწეროთ -400 და შესაბამისად აქ ეს -12. ეს ისევ გამოვა, ჩვენ შეგვიძლია ეს წავშალოთ. და შემდეგ დავიწყოთ თქვათ აი ეს მანი გადმოვაკოპიოთ აქეთ. შემოვატრიალოთ. და შეგვიძლია უბრალოდ ეს წავშალოთ. შეგვიძლია ესენი ხო, აი ამ წითელ ხაზებსაც აკეთებთ, რომელიც გვეხმარება უკვე პოზიციის დადგენაში. აი ვთქვათ, აი მას მაღლა რო ვწევ, როცა მიუახლოვდება აი ამას, აი აქ გააცითლებს. ანუ როცა ზუსტად ცალ ხაზზე. კი, აი გააცითლებს. აი. და იგივე ვარიანტი შეგვიძლია გავაკეთოთ ამაზე. ეს თვითონაც აქ. და პრინციპში ეს უნდა ჩამოვწიოთ დაბლა. და აქაც შეგვიძლია ზუსტად იგივე ვქნათ, რომ ეს მოვამკოლოთ. პრინციპში აქ რო დავაჭერთ ორჯერ, ავტომატურად გაკეთდება ისე, რომ ესენი იქნება პარალელურად. და შეგვიძლია ასევე რომ გავზომოთ ეს, როგორც თქვით იყო 54, შეგვიძლია ესეც გავზომოთ და დაახლოებით გავაკეთოთ იმ სიგანით. კი, აი აქ ეწერება, ესე იგი ეს არის დაშორება, ანუ მარჯვნიდან მარცხნიდან და ეს არის ზევიდან ქვევით. კი ბატონო, ცოტა ფოტო შეიძლება გაიზარდოს. და ხო, ანუ პრინციპში ხა თუ დააკვირდებით თქვენ არის ისე რომ პრაქტიკულად ეს ჩვენი ამოხაზული ფიგურა ზუსტად არ იმეორებს იმას, რაც არის უკან, მარტო იმიტომ რომ ის არის პრინციპში ჩამუქებული, ანუ საღებავისგან და ეხლა თქვათ აი ეს რომ ისე გავაკეთეთ ზუსტად როგორიც იყო თქვათ ეს მანი, ამ შემთხვევაში ამ ის ნარის შემთხვევაში ვხედავთ რომ აი აქ არის ბევრად სქელი ეს. მაგრამ მნიშვნელოვანი არის რომ შევინარჩუნეთ მოხაზულობა, რაც იყო ამ შემთხვევაში ამასო ნიშანში. და მოდი ბარემ ესეც გადმოვაკოპიოთ ამ ასო ნიშანზე, ეს შეგვიძლია რომ აქეთ გადავწიოთ. ხო, აქაც იქ მარცხნიდან თუ გქონდა 60
და 40 აქაც შეგვიძლია აქ შემთხვევაში პირიქით გავაკეთოთ აქედან 60, აქედან 40, ამაზე როგორც ვილაპარაკეთ, იმიტომ რომ აქეთ არის სწორი ხაზი და საჭირო არის მეტი თეთრი სივრცე ვიდრე აქეთ და ამ შემთხვევაში აქეთ არის პირიქით, აქეთ არის სწორი სივრცე და აქეთ არის ესე იგი ნაკლები. თუმცა აქ რომ მე ხავწერ 40, გამოდის ისე რომ აი ეს თეთრი სივრცე მეტია ვიდრე აქ, იმიტომ რომ ეს ითვლის აქედან უკიდურეს წერტილიდან და შესაბამისად მე არა 40, არამედ ეს უნდა ჩამოვწიოთ. ნუ დაახლოებით ესე. ეს შეგვიძლია მე ზუსტად თუ გაინტერესებს რამდენი არის გავზომოთ. აქედან აქამდე და დაგვიწერა რომ ეს მანძილი არის 59. ნუ 50, ანუ ეს შეგვიძლია რეალურად აქ გავაკეთოთ 0 და ზუსტად დაჭდება ის რაც მინდა რომ იყოს. ხო და კიდე აქ აი ხა რეალურად ერთი წერტილი უნდა იყოს კიდე აქ დამატებული რომელიც არ არის და შეგვიძლია აი აქედან edge extremely დაემატო. და კიდე აქაც საჭირო იყო როგორც ჩანს და დაამატა წერტილები. ასე გვაქვს ჩვენ პრინციპში ეს ორი ასონიშანი შეგვიძლია მოდი უცებ-ს გავაკეთოთ. როგორც ხედავთ ეს პირდაპირ დაემთხვა. ანუ რაც იყო ზედა ტანის სიმაღლე ის გამოვიდა ქვედა ტანის სიმაღლეც თან ისე რომ ფოტო ჩავსვით და ავტომატურად დაემთხვა. და ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია აი ეს რაღაცა მანძილი გამოვჭრათ ამ ჩვენი თულით. ეს პრინციპში შეგვიძლია წავშალოთ. და აი ამ შემთხვევაში შეგვიძლია გამოვიყენოთ უკვე ის დანის თული რაც გვაქვს და ეს რაღაცა ესე გადავჭრათ. მე აი ორჯერ კლიკი და ეს შეგვიძლია წავშალოთ. აი აქაც კარგად ემთხვევა ეს უბრალოდ ეს შეგვიძლია ჩვენ ესე გავაკეთოთ. ესე და ზევით შევხედოთ ახლა რა ხდება. ხო, ზევით ისიც ჩამოდის, თუმცა აი ხო ანუ რეალურად აქ ის პრინციპი რაც წეგნ ვლაპარაკობდი, როცა ზედა სიმაღლე არის ყოველთვის უფრო შეწეული და პატარა ვიდრე ქვედა, იმიტომ რომ ქვედა არის რაღაც ფუძე, თუმცა რაღაც აი მანის შემთხვევაში ეს სადღაც ეგ პრინციპი არ იყო, ყოველთვის სადაც არის, იქ ჯობია რომ შევინარჩუნოთ. და ესე იგი როგორც თქვი, აქაც შეგვიძლია ის დანის თული გამოვიყენოთ. ეს წავშალოთ. და ეს შემოვწიოთ 1 2 3 და რაღაცა მე დაგდას 1 2 3 და ესე იგი როდესაც ამ ესე იგი სიგანეში ვაპატარავებ საჭირო ხდება ხოლმე რომ ესეც ავწიოთ იმიტომ რომ რეალურად ეს წრის დიაგონალი პატარავდება და თუ ეს არის დაბლა ჩამოწეული ეს იღებს უკვე იმ კვერცხებულ ფორმას სადაც ვლაპარაკით. და ხო ეს დამხმარე წერტილების შევიწროებაც შეიძლება იყოს ხოლმე მომგებიანი. წრეები გამოიყენა როგორც დამხმარება გრიდის სიმბოლოში იყენება გრიდის სახით. ხო, კაი კითხვა. პრინციპში ანუ გრიდის გამოტანის ფუნქცია როგორც არის, ეგრე რომ გამოიტანო წრეები არ გამოვა. თუმცა შეგიძლია რომ აქედან გააკეთო წრეები და მე ვთქვათ ამითი რაღაცა ამოჭრა. მაგრამ რა ვიცი, არ არის მოხერხებული ამ შემთხვევაში. თუმცა პრინციპში არ იქნებოდა ცუდი ეგეთი ფუნქცია რო ქონდეს, ანუ თქვათ აი ეს ჰორიზონტალური ხაზები როგორც გამოდის, ეგრე რომ გამოდიოდეს წრეები. მე მგონი კარგი იქნებოდა.
გლიფსის დეველოპერები გერმანიაში არიან, გერმანელების გაკეთებული პროგრამა არის. და პრინციპში ხვეწავენ მუდმივად. და პრინციპში ესენი შეგვიძლია მოვამყვალოთ წეღან როგორც გავაკეთეთ. ასევე პარალელური ხაზები. და ეხლა shift იმაზე alt-ზე რომ აქ დაჭერილი, აი ესე თავისით დადის ამ ხაზზე ეს. ხო. აი აქაც ზუსტად. და აქაც შეგვიძლია აბსოლუტურად იგივე გავაკეთოთ. აი. ხო, ესეც შეგვიძლია. ესეთი შედეგი მიიღეთ. ეხლა აი აქ მაგალითად შეიძლება ჩავწეროთ კიდევ უფრო ნაკლები, თქვათ 30, იმიტომ რომ აი ეს სივრცე, შეიძლება даже კიდევ უფრო ნაკლები ჩავწეროთ 20 და აქედან ჩავწერთ იგივეს, რაც ქონდა აი მე აქედან ანუ 60. და პრინციპში ესე რომ დავწერთ, ნე, გამოვიდა. ხო? ვნახავთ რომ აი მაინც რაღაც ადგილებში აი იქმნება დიდი სივრცეები, ხო? რეალურად ეხლა შეიძლება ჩვენ აქ კიდე უფრო პატარა მანძილი, ესე იგი არა 20, არამედ რაღაცა 0 აყვეღო, მაგრამ მე გამოიწვევდა უკვე იმას, რომ როდესაც 2e დაიწერებოდა ერთად, მე ესენი ერთმანეთზე გადავიდოდნენ. ზუსტად ამისთვის არის კერნინგი, პრინციპში რომელზეც უფრო შემდეგ ლექციებზე ვილაპარაკებთ, რომ ეს არ მოხდეს ესე და ისე იყოს განსაზღვრული, რომ ეს ადგილებიც შეივსოს და ეს e-ებიც ერთმანეთზე არ გადავიდეს, პრინციპში მაგისთვის გვჭირდება კერნინგი. მოდი ამას დავასეირებ მაინც. და პრინციპში ჩვენ თუ არ ვცდები, შემდეგი ლექცია გვაქვს უკვე განსაზღვრული იმისთვის, რომ გაკეთდეს დამატებითი სისქეები. ანუ შემდეგი ლექცია გვექნება ჩვენ არა სამშაბათს, არამედ ხუთშაბათს, ანუ ზუსტად ერთ კვირაში და პრინციპში გაქვთ ერთი კვირა, რომ აი ეს აი ამ მოხაზვის პროცესი, რასაც პრინციპში ყველაზე მეტი დრო უნდა დამთავრდეს ამ ერთ კვირაში. და შემდეგ გადავართ უკვე ამ სხვადასხვა სისქეებზე და რაღაც ტექნიკური დეტალების დამატებებზე. და ხო, ესე იგი როგორც თქვით, რაღაც იმისშიც რომელიც ავარჩიეთ ან ავარჩევთ, რომ გაუკეთდეს, ესე იგი სადღაცა 8, 10, 100 მაინც, რომ რაღაცა ერთი სიტყვა დავწეროთ და მე იმ სიტყვაზე ვიმუშაოთ რაღაც სხვა სისქეები გავუშვათ და ასე შემდეგ. კარგი, ეხლა მოდი რაღაცა დეტალები რაც წინაზე არ გვითქვავს. რაც შეიძლება რომ აქ კიდევ გავიაროთ. ხო, მაგალითად წინაზე ვთქვი მე, რომ ასე იგი აქ შეიძლება რაღაც ერთ ასონიშანს თუ ვაკეთებთ, შეიძლება აქ გავაკეთოთ ახალი ლეიერი, სადაც რაღაცა სხვანაირ ვარიანტს გავაკეთებთ. გარდა ამისა, აქ გვაქვს კიდევ ერთი ფუნქცია, რომ აი ვთქვათ ამ სამუშაო ვერსიაზე თუ გავართ, შეგვიძლია დავაჭიროთ command D და გაკეთდება მეორე უჯრა ამასოსთვის და დაერქმება ავტომატურად ამასოს სახელი წერტილი 001. ანუ რეალურად შეიქმნება ახალი უჯრა, სადაც შეიქმნა, აქვე შეიქმნა. და პრინციპში აქ შეგვიძლია გავაკეთოთ ამ ასონიშნის, თქვათ, ალტერნატიული მეორენაირი ასონიშანი. command D. უბრალოდ ეს გამოექსპორტებისას გამოექსპორტდება და აი თქვათ, აი აქ რო layers გავაკეთებთ, ის არ გამოჩნდება არსად. ასე იგი ჩვენ გვეცოდინება მარტო. ხო, ანუ ეს ორი სხვადასხვა ვარიანტი არსებობს.
ხო, გარდა ამისა, ის წეღა რაც თქვი მე, იმისი რა ქვია, აი ამ კონტურის შებრუნების, რომელიც იყო სად იყო? აქედან არის შესაძლებელი მენიუს პუნქტებიდანაც აი აქ მაგალითად და რაღაცა ღილაკების კომბინაციაც არის, რომელი ღილაკები ეს კომანდი არის ერთი ეს რა ღილაკია და ეს რა ღილაკია არის. მე მგონი command shift ну მოკლედ ამ მენიუს პუნქტიდან ან მარჯვენა კლიკიდან შეგვიძლია რომ ეგ გამოვიყვანოთ. სხვა პრინციპში ისეთი აქ არაფერი. ხო, ну მე რა თქმა უნდა შეგვიძლია რაღაცა მთლიანობაში, ანუ აქ რო აქ ის წინაზეც გამოვიყენეთ ერთგან, აი ეს, რომელიც თქვათ იმას რა ქვია, კონტურს ამსხვილებს, ან მინუსში თუ გადავალთ პირიქით დაათხელებს. რეალურად ამის გამოყენება შეიძლება თუ ლაპარაკი არის ოდნავ გასქელებაზე ან ოდნავ გათხელებაზე, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში აფუჭებს ძალიან გამოსახულებას. ესე იგი ოდნავ თუ იმაშვებით შესაძლებელია, მაგრამ არა ძალიან და ნუ ის რა ქვია კუთხეების მომგვალებაც ამ ფილტრების მენიუში არის პრინციპში. მეტი ისეთი რაც ამ დროისთვის შეიძლება გავიაროთ მე მგონი არ არის. ესე იგი შემდეგზე გადავალთ უკვე როგორც თქვი სისქეებზე. ანუ ჩვენ ახლა შემდეგი ლექციის რაც ხონდა შეტები კი, ერთ სიტყვას ერთ სისქეში რომ ისე რომ თქვათ აი ეს გათვალისწინებული იყოს ის დეტალები, რაზეც დღეს ვილაპარაკეთ, რაც არის ვთქვათ ის რომ წერტილების განლაგება იყოს სწორი, აი ეს სიმბოლოები რაც იქნება იყოს თქვათ გაკეთებული კარგად და არა თქვათ ესე და აი ეს რაღაცა აქ იმას შეერთების ადგილებში სადაც საჭირო არის შეიძლება იყოს შეიძლება კი არა ჯობია რომ იყოს ორი წერტილი ან შეიძლება სადღაც იყოს თქვათ ის ink traps გაკეთებული, რაზეც ვილაპარაკეთ. ესე იგი რაღაც ჩაჭრილი სივრცეები რო არის მაგალითად ზოგ შრიფტში არის ხოლმე ესე იგი ეს ხო არის აქ და ის არის ხოლმე კიდე უფრო შეჭრილი ესე იგი დაახლოებით ასეთ ვარიანტში ხო ესე იგი ცოტა უხეშად მაგრამ არ არის რა საჭირო ხო ანუ ეგ და რომ ესე იგი ერთნაირი დეტალებით იყოს აგებული ყველა ასონიშანი და არ იყოს რაღაცა სხვადასხვანაირი დეტალები, ანუ ჯობია რომ რაღაცა ერთი მოხაზულობა გავაკეთოთ და იქიდან მერე სხვადასხვა ასოები გამოვიყავთ. აი მაგალითად ახლა ჩვენ თუ გავაკეთეთ აქედან, რა ვიცი, V იქნება თუ K თუ სხვა კიდე, ხო, რომ კონდეს, ანუ აი ეს დაბოლება რასაც ყველას კონდეს ერთნაირი, ის თვალი რასაც აქვს ყველას კონდეს ერთნაირი და ასე შემდეგ, რომ საბოლოოდ არ მივიღოთ რაღაცა ჭრელი გამოსახულება ტექსტებში. ხომ რომ მანც როცა ვიღებთ, მე შეგვაქვს ეს პარამეტრები, ვადმენთ და ახლოვებით, ამას ჯერ არ ვაკეთებ, ხო? ძირითადად ზედა ხაზი, ის height-ები, ამ მთლიანობაში ამ ვერტიკალურ მონაცემებს ხო, კი, ანუ აქ დღეს რაზეც ვილაპარაკეთ, აი აქ ესენი და ნუ მნიშვნელოვანი არის რომ ესენის კონდეს გაწერილი. კი ბატონო, ხო, ანუ ეგ არის პრინციპში. ხო, ანუ ჩვენი სამუშაო პრინციპი არის ეგ. ხო. ხო, რა ვიცი, ეს არის პრინციპში, ანუ ამ აგების ამბავში და მე ნელ-ნელა წავალთ უკვე ამ ესე რა ქვია სისქეებზე გადავალთ და ამ რაღაცა ფუნქციებზე, რომელიც შეიძლება გავაკეთოთ მერე. ხო და პრინციპში ეგეც შეგიძლიათ მოიფიქროთ რა, თქვათ, როგორი ფუნქციები შეიძლება დავამატოთ იმ ჩვენ სიტყვას, რომელსაც გავაკეთებთ, ანუ ვარიანტები არის რა, რომ კონდეს თქვათ ლიგატურები შეიძლება, ან კონდეს მთავრული ასოები, ან კონდეს ალტერნატივები, აი თქვათ აი ალტერნატივები რას ქვია, ესე იგი აი ν-ს მერე რომ მომოდის შეიძლება სხვანაირი იყოს და s მერე რომ მომწამოვა ის შეიძლება სხვანაირი იყოს ან შეიძლება უბრალოდ ალტერნატივები კონდეს, ესე იგი არჩევითობის პრინციპით, რომ ავირჩიო მე თვითონ რომელი მინდა რომ გამოვიყენო, ეგეთი ფუნქცია შეიძლება კონდეს და ხო, ანუ რა ვიცი, ეგეთი ფუნქციები. პრინციპში მე მგონი ამის ჩამონათვალი არის სადღაც ქვია open type
features და რომელი რას აკეთებს უნდა იყოს ჩამონათვალი. ხო, ნუ ეს არის ლიგატურა. ეს არის ალტერნატივა პრინციპში, როგორ ალტერნატივა ეს სტილისტური ალტერნატივა არის. ხო, რიცხვებზე შეიძლება კიდე გაკეთება. თავისთავად. აქ არა. ხო, აი ჩანს კიდე კარგად. როგორ ვარიანტში შეიძლება. ხო, ანუ ეს კაფსულები და რაღაცები შემო ქართულში ნაკლებად ალბათ. აი ლიგატურები თქვათ აი ძველ წიგნებში რამდენიმეგან გვხვდებოდა, მაგრამ იმის გამო რომ თქვათ რაღაც ზედმეტი ხარჯი იყო და ისა, ამოიღეს. აი მე მგონი აქ არის სადღაც აი აქ მოგესწრაფთ ეს არის ლიგატურების გარეშე იყო ესეთი, ლიგატურებით იყო ესეთი, ლიგატურის გარეშე ესეთი, მე ესეთი და ასე შემდეგ. ხო, ნუ საკმაოდ ბევრი იყო პრინციპში. ან რეალურად ეს არის ხელნაწერიდან გამომდინარე, თქვათ აი ეს ხელნაწერით რო წერ ესე. და ნუ პრინციპში რახანეს შრიფტი ხელნაწერთან ახლოს იყო, შესაბამისად ის სტილი რო შეენარჩუნებინათ, გადაწყვეტეს ალბათ რომ ეს ლიგატურები გაეკეთებინათ, იმიტომ რომ რეალურად ის რაღაცა განსაკუთრებული რაღაცა სივრცის იმისთვის გაკეთებისთვის და რაღაცა ადგილის დაზოგისთვის და ასე შემდეგ დიდათ ეს ამ პრინციპით არ იყო გაკეთებული, რაც ვთქვათ ლათინურში, რომ აი ეს F-ი და I რო იწერება, ის F-ის თავი ის ბურთს ეჯახება და მაგიტო არის გაკეთებული, ხო? ხო. და პრინციპში ქართულში ეგ გამოცანა არ იყო, მაგრამ ნუ სტილის ამბავში გააკეთეს მაშინ. და შევა პრინციპში ხო, მაგში დალიგატურა არის, ხო, მე მგონი? ხო, აი მაგალითად მაგის გაკეთება შეიძლება. ამ პრინციპში თავრულის გაკეთება შეიძლება თავისუფლად. ანუ მე მეორეს გავაკეთებ. ხო, კი, ის კაი იქნება, ჩემი აზრით, კარგად უნდა გამოვიდეს. ხო, კიდე რა შეიძლება? ხო, კიდე ერთი საინტერესო ფუნქცია აქვს, ესე იგი ჩანს, არ ვიცი, კი ჩანს. ესე იგი, როდესაც ვართ ამ იმასში, რა ქვია, სარედაქტირო რეჟიმში, აი აქ არის ესეთი თვალის მოდი ხო, პრინციპში ეს ვთქვათ, აქ თვალის სიღილაკი, რასაც რომ დავაჭერთ, ამოდის აი ესეთი ველი, რომელიც შეგვიძლია გავზარდოთ, შეგვიძლია დავაპატარავოთ. ეხლა ნახეთ როგორ ხდება, იმის გამო რომ მე ქვევით აქ დამავიწყდა რომ იმეთითებინა ქვედა უკიდურეს ველი რა არის. ესე მე მიუთითე რომ ეს გამყოფი ზოლი როგორი იყოს თქო, მაგრამ არ მიუთითე ეს ქვედა უკიდურესი ველი. ქვედა უკიდურესი ველი არის აქ. ესე ხო მითითებულია? არა, ეხლა გაჩვენებთ. ხო, აი ჭრის. და იქ ფონტი რომ გამოექსპორტდება, იქაც მოაჭრის. ზოგი თუ გინახიათ არის ხოლმე რაღაც შეერთები, რომელსაც დაწერ აჭრის ქვევიდან, ან ზევიდან. აი ნახეთ, აქ მიუთითე -400, მაგრამ აქ მითითებული 200. ესე იგი, ეს აქ არის აი ის ველი, რაც არ უნდა გაყოს. ხო, ხვდებით? და აქ არის უკიდურესი ხაზი რა იყოსო. ხო. და აქ გავუკეთოთ 400 და ესე ოკეი რაღაცა ღილაკი აქ არა აქვს რეალურად პირდაპირ უნდა გამოვხდოთ აქედან. და აი ეს ჩამოიტანა. პრინციპში ამას რომ დავხურათ და გამოვხსნით, აი ეხლა გაასწორა. და რა ოფციები გვაქვს აქ? ანუ რეალურად ისთვის არის ეს არის იმისთვის რომ აქ რასაც ვაკეთებთ, აქ დავინახოთ უკეთესად. ანუ რეალურად შეგვიძლია ეს
დავაპატარაოთ, შევხედოთ პატარაზე, იმიტომ რომ ეხლა ყოველ ჯერზე ეს გავწიო, გამოვწიო, ცოტა ისეთი არის. ამიტომ შემიძლია ეს აქ მარტივად პატარაზე შევხედოთ, იზე შევხედოთ. ასე შემდეგ, გარდა ამისა არის ფუნქცია, რომ ეს შემიძლია შევაბრუნო და შევხედო შავით თეთრზე როგორ ჩანს, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ვლაპარაკობ, თქვათ, ნეგატიური და პოზიტიური სივრცეების ბალანსზე. და გარდა ამისა შემიძლია ამოვატრიალო, იმიტომ რომ ზოგადად ის არის, რა ქვია, საინტერესო არის ხოლმე ძალიან ზოგჯერ იმას რაღაც ფანჯარაში იმაშვებიან ხოლმე, გადმოატრიალებენ, უყურებენ და ასე შემდეგ. და ეგ მაგ შესაძლებლობაც გვაქვს, რომ ესე იგი უყურებან როგორც ჩანს, იმიტომ რომ რეალურად თვალი რომ მიჩვეულია, ხო? კი. და ესე ჩანს ხოლმე რაღაცა შეცდომები თუ არის უფრო მეტად. და გარდა ამისა არის კიდე ესეთი ფუნქცია, რომელიც არის გაბლარების, ეს გაბლარებაც დაგვეხმარება იმაში, რომ ესე იგი რაღაც ეს პოზიტიური და ნეგატიური სივრცეების ამბებში უფრო ხო. მაგ ამბავშიც რომ დავინახოთ. ხო, ანუ ეს ქვევით რაც ხდება, ეს არის იმისთვის, რომ უკეთესად დავინახოთ ის, რასაც ვაკეთებთ. რეალურად მაგისთვის არის. ანუ ეს პრინციპში ძალიან აპატარავებს და ატიტებს. კიდევ ერთი ესეთი თუ არ ვცდები, ეს არის ალტი და ის არა. ხო. FN-ი რო არის მაგზე, პრინციპში, ხო, მაგზე გვექნება ისაც, ანუ აი სუკუთხეში რო არის FN-ი ღილაკი. ანუ ესე რო დავდგებით აქ ამ FN-ს დავაჭერთ და მე მარცხნივ გადასვლის ან მარჯვნივ გადმოსვლის ისარს შეგვიძლია აქ ვცვალოთ ასოები. და ერთად შევხედოთ, თქვათ აი ამ ორ S შორის როგორ ჩანს ეს ასოები, შეგვიძლია შევხედოთ. ხო, ძალსაკირ ვარ წეროთ მაგისთვის. რაც ყავს გაკეთებული, გაკეთებული კი არა, ყველა ხო, რეალურად ისინი ხო. მაგისთვის არის პრინციპში ეგ. ხო, კიდე. რახანის აღნიშნეთ, რა ქვია, spacing-ი, აი თქვათ აქ რო ჩაუწერეთ ამას 60 და აქ რო ჩაუწერეთ 0. შეგვიძლია გავაკეთოთ ესეთი რაღაცა, თქვათ. ხო, ნუ ამ შიფტზე ნაკლებად გამოვა. მაგალითად, აი თქვათ E-ზე, K-ზე, V-ზე თუ მაგალითად მარცხენა მხრიდან ყველგან არის ერთნაირი. შეგვიძლია უთხრათ, რომ აი ეს ხო არის N Georgian ქვია ამას. შეგვიძლია აი V-ზე დავაკლიკოთ და იმაში რა ქვია, აი აქ თქვათ რიცხვის მაგივრად ჩაუწეროთ N Georgian. და გამოთვლის იმას. ნუ ეხა ხო, ნუ ეხა აქ არაფერი არ არის, ვერ იგებს რა ხდება, თქვათ ეს გავაკეთოთ. აი. და აქაც გააკეთა 20. იმიტომ რომ აქ იყო 20. ოღონდ აქეთა მხრიდან არაფერი არ გააკეთა. ანუ თუ მინდა რომ აქეთა მხრიდანაც იყოს ის რაც არის ამაზე, შემიძლია აქეთაც ჩაუწერო N Georgian და მე მაგასაც გააკეთებს. და არა მარტო ეს, შემიძლია ასევე ჩაუწერო ესეთი რაღაცა. უდრის N Georgian plus 10 enter. და მაგასაც გააკეთებს. ხო, ეგეთ ისე. ეხლა ესეთი კითხვა მაქვს. მაგრამ მაგას ალბათ ვისაუბრებთ, აი HON-ის სისტემა კერპის ლათინურში. აი რაღაც NON. ხო, კი, ხო, ანუ კი, არის რაიმე კალკულაცია გამოყვანილი, თუ ისე მაინც თვალის ბალანსი არის. ხო, ანუ რეალურად ეგ NO არის ხოლმე თავიდან რო იწყებენ რაღაც შიფტის გაკეთებას, წერენ ხოლმე იმას რა ქვია. მაგას წერენ ხოლმე რომ შეხედონ როგორ გამოდის. NON არის პატარები და დიდები არის ხოლმე HO ან HN.
და ხო მაგებს უყურებენ ხოლმე რომ ნახონ თქვათ აი სივრცეები როგორ არის გადანაწილებული ამ ასოებში და ნუ პრინციპში ქართულში შეიძლება გაკეთდეს მ-ზე და ო-ზე ან მ-ზე და ი-ზე შეიძლება გაკეთდეს. მე აი ფიქრობდი მაგ სისტემაზე და რა შეიძლება, იმიტომ რომ ო მაინც ყველაზე ახლოს ოს-თან ი არის ჩვენი და ენის და ხ-ის ხო ანუ ესე რომ ჩავწერე და უშუალოდ რო იყოს და უშუალოდ ხ ი რაღაც ესეთი ხ რო იყოს, ანუ მრგვალთან ცოტა მრგვალი ი და მე რო იყოს უშუალოდ ხო, ნუ პრინციპში ეგ ჭირდებათ ხოლმე იმ შემთხვევაში, როდესაც საკუთარ ახალ დიზაინს ქმნიან. ანუ მაგალითად ჩვენ თუ რაღაცა იმას შეგვაქვს დიზაინი და იმას ვხატავთ, პრინციპში იქ ეგ სისტემა ნაკლებად გვჭირდება. ჰარმონიზაციის დროს. ხო, ანუ ეგ საჭირო არის ძირითადად იმისთვის, რომ აი მე რო დავხატე რაღაცა სულ ახალი რო გავაკეთე, იქ უყურებ მაგას, რომ აი ეს რაღაც სივრცეები, აი თქვა შიდა სივრცე თეთრი რაც არის აქ და აქ, იყოს ერთმანეთთან ბალანსირებადი და არ იყოს თქვა ერთი განიერი მეორე რაღაც კონდენსირებული და ასე შემდეგ, ხო? რეალურად მაგას გვჭირდება, თუმცა აი ეს letter spacing-ის ამბავშიც მნიშვნელოვანი არის ეგ კომბინაციები რომ დაიწეროს და შეიხედოს მაგაზე, ეგეც გამოსადეგი არის ნამდვილად. და პრინციპში ის სიტყვა რო არის, ასაც წერენ ხოლმე, ხო რა ქვია ის? რო არის, ანუ ეგეც რეალურად მაგისთვის არის, რომ ეს რა ქვია, სწორი და მრგვალი და სწორი და მრგვალი და შეიფები ერთად რო დგება, თვალმა დაინახოს რა ის არის, რა ქვია, სივრცეები როგორ არის გადანაწილებული, რეალურად მაგისთვის არის. ვფიქრობდი, აი მთლიანობაში თუ დაადგენ აი ამ სივრცეებს, ერთმანეთს შორის დამოკიდებულებას ყველა ასოს შორის, ნუ კერნინგების გარშემო და მე სანამ საერთოდ ექსპორტს გააკეთებ ალბათ ფონტისას, უბრალოდ ტესტი უნდა გააკეთო და ნახო როგორ არის ეს რითმიკა, საერთოდ როგორ მუშაობს. კი, რა თქმა უნდა. აქ ხშირად ვაკოპირებ ხოლმე საერთოდ რაღაცა ის რა ქვია, ლორემ იფსუმ. პრინციპში, ხო. რეალურად რაღაც ეს ტექსტები არის, რომელიც არაფერს არ ნიშნავს და შეიძლება რომ ამ იმაში ველში პირდაპირ ჩააკოპირო და ინახოს რა ქვია, როგორ ჩანს ეს რაღაცა იმაში, რა პატარა ტექსტში, წრილად დაწერილ ტექსტში სწორედ და ჩანს ხოლმე აქ რაღაცა ისენიც რა ქვია, კერნინგი სადაც არის ცუდად ან ასოებს შორის დაშორება და ასე შემდეგ. ამისთვის პრინციპში ეს მასში მახსოვს თუ იტალიელმა დიზაინერმა თქვას რეალურად შრიფტი ესო თეთრი ველები და შავი. ხო, რა თქმა უნდა. ხო. ქართულ წიგნებში ეს სერიოზული პრობლემა არის ასოების მაგალითი. თითქმის სიტყვის ხელა დაშორება ასოებისგან. ი და ზ ერთად. კი ბატონო. რამე კითხო ხო არ გაქვთ კიდე? აი მაგალითად თამაშ დეველოპერები თამაშის პროგრამა არ აქვს ხო? და თამაშს მურას ვერ არიან და სიამოვნებაა. ეს არის რაღაც ინტერეს რომელიღაც ტექსტზე პროცესს მაგას და სამოხაც იგი მაგრამ ზოგადად ერთმანეთს გადახარჯებს. მე მაგას არ დააკვირდები და წიგნს ხო, თვალს აწუხებს მაგ. ხო, უბრალოდ კითხულობ ხატულ ლიტერატურას და გრძნობ რომ შრიფტს უფრო უყურებ. ნუ ეს შეიძლება ჩვენი პრობლემაა, ხა სხვა შეიძლება საერთოდ არ უყურებს. მაგრამ რაღაცა ქვეცნობიერად მაინც ის ექნება, რომ რაღაცა ის რომ არ არის ისე როგორც უნდა იყოს, მაინც ის ექნება, რომ აი რაღაცა ვერ არის. შეიძლება ვერ მიხვდეს რა ვერ არის კარგად, მაგრამ განცდა ექნება. ექნება. პერსპექტივით რა რაღაცა სწავლობ უფრო მეტი გესმის, მართლა ცოტა უფრო მეტი იგებ იმის ფილოსოფიის შესახებ შრიფტებისა, მაინც